რომელიც ორი სწავლება. რა ვქნათ ჩვენ როგორ გავიგოთ? მე მართლმადიდებელი ვიძახი, მე ვარ მართალი. ლათინი იძახის, მე ვარ მართალი კათოლიკე. მონოფიზიტი იძახის, მე ვარ მართალი. იეჰოველი იძახის, მე ვარ მართალი. 50-იანი მე ვარ მართალი. და ბოლო-ბოლო მართალი ვინ არის? როგორ გავიგოს ხალხმა ვინ არის მართალი? ჩავხედოთ წმინდა წერილში რა წერია. რა თვისებებია ჭეშმარიტი ეკლესიისათვის დამახასიათებელი? იესო ქრისტე ეუბნება პეტრეს, პეტრე, შენ ახარ კლდე. კლდე საამაზე დააღვაშენო ეკლესია, ჩემდა მჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. ანუ ჭეშმარიტი ეკლესიისათვის დამახასიათებელი თვისება ყოფილა მისი მომდინარეობა მოციქულთა დროიდან და მოციქულთა სწავლებაზე დაშენება და უწყვეტად არსებობა მეორე მოსვლამდე. ანუ ჭეშმარიტი ეკლესია მოკლედ არის ის, რომელიც პირველ საუკუნეში დაარსდა და ბოლომდე მეორე მოსვლამდე იარსებებს. ეხლა ცრუ ეკლესია რა ყოფილა, რა ამბობს უფალი, რა არის ცრუ ეკლესია? უკანასკენ ჟამს აღდგებიან ცრუ მოძღვარი, მაცხოვარით ამბობს ამას, მოციქულებით ამბობენ ეპისტოლეებში, რომლებიც ცრუ სულის წარწმენდელ სწავლებაში შემოიტანენ, მოატყობენ უამკო ადამიანთა გულებს და დაღუპვისაკენ წაიყვანენ. ნახეთ ცრუ ეკლესიისათვის რა ყოფილა დამახასიათებელი, უკანასკენ ჟამს გაჩენა, ანუ მოციქულთა დროიდან კი არ მოდიან, იმის შემდგომ პერიოდში გაჩენა, ცრუ მოძღვრები ეყოლებათ, ანუ პიროვნებები იქნებიან, მოიტანენ ამ ცრუ სწავლებას და მოატყობენ უამკო ადამიანების გულებს და დაღუპვისკენ წაიყვანენ. ჩვენების დღეს სოფლიოში თუ არ ვწდები 400-მდე ქრისტიანული მიმდინარეობა არსებობს. ყველას, აბსოლუტურად ყველას. ყავს პიროვნება, ვინც ეს მოიგონა, ცნობილია ქალაქები, თარიღები, ადგილები მათი დაარსების, გარდა მართლმადიდებლების. ლათინური პაპიზმი 1054 წელი რომში დაარსდა, მანამდეც იყო ჩამოყალიბდა ამ სახით. მონოფიზიტობა, არქიმანდრიტი ევტიხი მე-5 საუკუნე და შემდეგ მივიღეთ მონოფიზიტობის განშტოებები. პროტესტანტობა, მარტინ ლუთერი 1593 წელი, ბაპტიზმი 1630 წელი, პიროვნებებია, ცვინგლიკანური ეკლესია, ასე შემდეგ, იეჰოვას მოწმეთა სწავლება 1870 წელი. ჩარლზ დეი რასელი. ანუ ყველა პიროვნება, სწავლება, ადგილი, ისტორია. ერთადერთი სწავლება, რომელზეც ვერ იტყურო, ან ამ კაცმა მოიგონა, ან თუნდაც რომელიმე მოციქულს მივაწეროთ. ეს არის მართლმადიდებლობა. არ არსებობს პიროვნება, ვიზეც იტყვირო, მართლმადიდებლობა მოიგონა პეტრემ მოციქულმა, პავლე მოციქულმა. მართლმადიდებლობა ყველა მოციქულებმა ერთად იქადაგა იესო ქრისტე მართალი სწავლება. მოციქულებმა იქადაგა ქრისტემ აკურთხა ეს სწავლება და სულთმოფენობას 50-მე დღეს ცეცხლისენებით გადმოვიდა სულიწმინდის მადლი, დაადგა მოციქულების თავს და ეს იყო ეკლესიის დაბადების დღე. ჩვენი ეკლესია არის მოციქულთა სწავლებაზე დაფუძნებული. სამოციქულო ეკლესია ამიტომ ქვია. დღეს მონოფიზიტები იბრალებენ, რომ სამოციქულო და აპოსტალსკაია ცერკავდა ეს. ბატონო, რომ მოციქულები იმას არ ასწავლდნენ, მონოფიზიტობა რაც არის ახლა. მოციქულები დიოფიზიტები იყვნენ, მართლმადიდებლები იყვნენ. ამიტომ ჩვენ მადლობა ღმერთს, დედა ღვთისმშობელს, ჩვენ დიდწმინდანებს, ვაქამდე მოგვიტანეს ჩვენი წმინდა სარწმუნოება და სიცოცხლის ფასად იცავდნენ ამას. ამიტომ ერთადერთი ჭეშმარიტება არის ერთი, ორი ჭეშმარიტება არ არსებობს, ორი სიმართლე არ არსებობს. ერთია სიმართლე. ერთ არის უფალი, ერთ ნათლისღება, ერთი ეკლესია.